მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თქვენ უსმენთ გიოს პოდკასტის პირველ ეპიზოდს. დღევანდელი პოდკასტი შეეხება წარჩინებულ სტუდენტებს და იმ სირთულეებს, რომლებიც გადავახოთ მათ უწევთ იმისთვის, რომ თავიანთ აკადემიკურ შედეგებს მიაღწიონ. დღეს ჩვენი სტუმარია მარიამ ჭულაპრია. მარიამ, როგორ ხარ? კარგად ვარ. მადლობა, შენივად. ცოტა მომიყევი თქვენზე. მე ვარ კიოს სტუდენტი, კომპიუტერულ მეცნიერება მაქვს მეიჯორად და მაინორად მაქვს მათემატიკა. და არ ვიცი, ვარ როგორც თქვენ თქვით ალბათ წარჩინებული სტუდენტი. რა არის თქვენი GPA? თუ საიდუმლო არის თქვენ? ჩემი წინა სემესტრის მონაცემებით, ჩემი ამჟამინდელი GPA არის 3.7. ეს არის შედეგია. მაინტერესებს, ყოველთვის კარგი სტუდენტი ყავით თუ რაღაც ახლა შეიძლება? ყოველთვის კარგი სტუდენტი ვიყავი, სკოლა მაქვს ოქროს მედალზე დამთავრებული და ლეპტოპიც მიღებული მაქვს. ამიტომ არაფერი არ შეცვლილა ვაგზავნე ჩემ გზას. ანუ სწავლა თქვენთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შეიძლება ასე ითქვას. რატომ? თვლი რომ სწავლა ერთ-ერთი გზა წარმატებისკენ და ამას მივყვები. ძალიან საინტერესოა. ჩვეულებრივ როგორ სწავლობ? რამე განსაკუთრებული რუტინა გაქვს, რომელსაც მეყობენ? განსაკუთრებული რუტინა ესე არა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ შემდეგი დღის ან შემდეგი მომდევნო 2 დღის რაღაც გაკეთებული მქონდეს ამ დღეს, რომ არ ვნერვიულო იმავე დღეს. ძალიან საინტერესოა. ჩემი შემდეგი კითხვა სწორედ მაგას შეეხება. როგორია შენი ტიპიური დღე? ჩემი ტიპიური დღე შემიძლია უფრო ისე ვთქვა. დილით გაღვიძებისას ყველაფერს ვიმეორებ, რაც იმ დღეს უნდა მქონდეს. შემდეგ მივდივარ ლექციებზე, სემინარებზე, არაფერს არ ვაცდენ, ყველაფერს ვესწრები. რომ მოვდივარ, ძირითადად მივდივარ ხოლმე სპორტ დარბაზში, ჯანსაღი ცხოვრებაც, ასე რომ ვთქვათ. მერე მოვდივარ, ცოტა ხანი ვისვენებ, მეცნიერებ შემდეგი დღის რაღაცებს, შემდეგ რაიმეს ვუყურებ, რამე საინტერესოს ვნახულობ, ან რაიმე ჰობი, შეიძლება ასე ითქვას, და ადრე ვიძინებ, რომ მე შემდეგი დღე დავიწყო. ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ახსენეთ. თქვენი აზრით ვარჯიში გეხმარება თუ არა სწავლაში? ვარჯიში სწავლაში იმ მხრივ მეხმარება, რომ როდესაც ოთახში ვარ და რაღაც მე ვფიქრობ ჩემს თუნდაც გამოსვლებზე შემდეგ დღეზე. და როდესაც მე ვარ სპორტ დარბაზში, შესაბამისად უფრო განტვირთული ვარ და მასეთი ძალიან ისე ჩაღრმავებული აღარ ვარ სწავლაში, რომ ოდნავ განტვირთვის მხარეც იყოს და ჩემი აზრით მაგაში მეხმარება. თან მეორე სართულზე ან მესამე სართულზე რო ადიხარ რა, კიბეებზე თხო უნდა ახვიდე ახლა და მაგაშიც ვარჯიშობ რა. ნამდვილად. შენი ფავორიტი საგანი რომელია? ჩემი ფავორიტი არის Theory of Computation. ამ სემესტრში. მოკლედ რა მეხსა? ეს არის ჩვენ სწავლობთ ახლა გამოთვლადობას და გიორგი ნადარიშვილი არის ლექტორი და ძალიან საინტერესო საგანია, ძალიან ბევრი მასალა, დიდი მასალაა და ლექტორიც ძალიან კარგი არის და ესეთი იმ დღეს გქონდა 4 საათიანი ლექცია და ესეთი რაღაცები იყო, რომ წინასწარ გეუბნებოდა, რომ ჩვენ ახლა ამას დავამტკიცებთ და ძალიან საინტერესო იყო, ასე მეგონა რაღაც ფილმს ვუყურებდი და რაღაც ძალიან კაი შეურაცხმება დატოვა და თან ლექციის პერიოდში, როდესაც რაღაცებს ვახსენებდით, ძალიან ახლოს იყო თითქოს ფილოსოფიასთან. იმიტომ რომ ვთქვით რომ რაღაცა რაც მართალია, ეს არ ნიშნავს რომ დამტკიცებადია და ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია, რაც შეიძლება კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტმა გაიაროს. მაგასაგანს არის, მაგრამ ფილოსოფია ძალიან მიყვარს. რა პრინციპით არჩევ ფავორიტ საგანს? რატომ არის ეს საგანი შენი ფავორიტი? მივხვდი რომ საინტერესოდ თვლი, მაგრამ ფავორიტიზმში აქვს თუ არა რაიმე როლი იმას, თუნდაც რამდენი მარტივია შენი საგანი ან რამდენი გირთულდება? მაგას საერთოდ არ აქვს როლი. არ მომწონს მოსაწყენი რაღაცები, რაც ძალიან მარტივად გამოდის, იმიტომ რომ თუ ეგეთი მარტივია, შეიძლება რამე ისეთი catch არ გქონდეს, რაც ვერ ვაკეთებ და ბოლოს გავაკეთე რა. თუნდაც კუბიკის აწყობისას, მთავარი ის ხომ არ არის რომ ააწყობ და დადებ, მთავარი ის მომენტია, როდესაც აწყობ. და ეს TC ისეთი საგანი არის, რომ ხარ ლექციაზე ხომ, ვერ ხვდები რა ხდება ზუსტად, სანამ ბოლომდე არ მივა ბატონი გიორგი რა და ბოლოს არ იტყვის რაღაც მნიშვნელოვანს. თან ლექციის ლექციის მსვლელობასაც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს.
აი ისე არ არის რომ აი რუტინალთან რაღაც რა, ანუ რომ მივუყვებით ლექციას რომ ვკითხულობთ რა. რაღაც მომენტებში ჩერდებით და ანუ რა უნდა ვუყურებთ დამტკიცებას, ნუ დამტკიცები მომწონს მე პირადად ძალიან. დამტკიცებას რომ ვუყურებთ, ეგრევე შემდეგ რაღაცას არ ვნახულობთ, ანუ გველოდება რომ გავიაზროთ და რაღაცეები და ჩემი აზრით ეგეთი რაღაცა ინტრიგა, ასე რომ ვთქვათ, ანუ რა უნდა იყოს, აი რა მაკლია, რა აკლია ამ დამტკიცებას და რაღაცა, ეგეთი საგნები მომწონს. თან მათემატიკური საგანია, ნუ მათემატიკა ძალიან მომწონს და არ ვიცი, საგნებს იმის მიხედვით ვარჩევ ჩემ ფავორიტ საგნებს, რამდენად მაქვს მაგ მხრივ, აი ამოხსნადობა, აი რაღაცას თუ საერთოდ ვერ ვაკეთებ, ეგ არ მგონია ჩემ ფავორიტი რაღაც გახდეს. მაგრამ თუ ბევრი შრომის შედეგად კეთდება, ძირი ალბათობით ჩემ ფავორიტი რაღაც იქნება. ძალიან საინტერესოა. ყველაზე მეტად რომელი საგანი გიწყდება მარიამ? ყველაზე მეტად მთელი კიუს განმავლობაში თუ ამ სემესტრში? მთელი კიუს განმავლობაში იყოს. მთელი კიუს განმავლობაში ყველაზე მეტად გამირთულა FOP, Fundamentals of Programming გქონდა ესეთი საგანი პირველი კურსის პირველ სემესტრში, იმიტომ რომ პროგრამირება საერთოდ არ ვიცოდი. ну მართლა კომპიუტერის ჩართვით მოვედი აქ იმენა ღილაკზე დაჭერა ვიცოდი მხოლოდ და რომ მოვედი ძალიან რთული იყო ჩემთვის ეგზე მალე ამდენი მასალის ათვისება. რა თქმა უნდა, ანუ კარგად მაქვს დახურული და კარგად იმოსქენი, მაგრამ ანუ მაინც სტრესი იყო, რომ აი რაღაცას ვერ ვასწრებ, რაღაცას ვერ ვაკეთებ. ანუ საინტერესო იყო, ჩემ ფავორიტი საგანი იყო მაგ სემესტრში რომ არ მოვიტყო, მაგრამ აი მაინც რთული იყო და ყველაზე მეტად მაგ საგანში გამიჭირდა, ყველაზე დაბალი ქულაც მაგ საგანში მაქვს. თუ კომპიუტერის ჩართვაც არ იცოდით, ეს ფაკულტეტი რატომ არჩევთ? ეს ფაკულტეტი სხვა შორის ავირჩე იმ მხრივ, რომ სხვაში ვერაფერში ვერ დავინახე ჩემი თავი. ანუ გამორიცხვის მეთოდით ავირჩიე და არ ვიცი, ჯერჯერობით მე მგონი ამართლებს. ჩვენ ახლა კიუ პოდკასტს ვიწერთ და თავი კითხვა დავსვამ. რატომ კიუ? კიუს ჯერ პირველი იმით დავიწყოთ, რომ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავდა, რომელიც კიუში სწავლობდა და აქედან ერთი კომაროველი ვერცხლის მედალოსანი, ერთი ჩემი სკოლელი ოქროს მედალოსანი, ანუ ყველა ძალიან ჭკვიანი ადამიანი და ჩავთვალე, რომ ეს არა ქვია უნდა მოვსულიყავი ასეთ ადგილას, იმიტომ რომ ან რავი, სხვაგან სად ნახავ, ანუ გერმანელი ლექტორებს, რომლებიც მოდიან და გიხსნიან, ანუ ტუმი ტექნიკური უნივერსიტეტი გერმანიაში ძალიან კარგად ჟღერს და ანუ თუ მაგის შანსი მექნებოდა საქართველოში და არ მომიწოდა სადღაც შორს წასვლა, რატომაც არა. ანუ რატომ კიუ არა, უფრო რატომ არა კიუ. ანუ ფაქტია ერთემბულ სტუდენტი ხარ, ანუ ამ პოდკასტს მაგიტომ მიწერთ. გიმარტივდება სწავლა? სწავლა ასე რომ ვთქვათ, მარტივი არ არის ჩემთვის. მაგრამ მომწონს, სწავლა მომწონს, ანუ არ ვიტყვი რომ ძულს ან მეზარება ანუ არ მინდა, ანუ არის ხოლმე დღები, როდესაც მართლა არაფრის კეთება არ მინდა, მაგრამ რო ვიცი რა შედეგზე გამიყვანს ეს და ანუ რაღაცას ვსწავლობ და რაღაცას ვიგებ, ეს ძალიან სიამოვნებს, ამიტომ სწავლა მომწონს, მაგრამ სიმარტივით არ მიმარტივდება. მე მაინტერესებს შენთვის ჩორ არის თუ არა? ანუ აი მოვალეობის მოხდეს მის დასწავლობ. არა. ანუ აკადემიკური შედეგები არის სწორედ შენი мотиваცია. კი, აკადემიური შედეგები ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც ქვის დახედავ და გამახსოვრია, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. დარწმუნებული არ იქშიათ გამოგიცდია. ყველაზე მნიშვნელოვანი საგანად რას თვლებ? ანუ ვიცი რომ ახსენე რომ TC არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საგანი კომპიუტერული მესამეცნიერებისთვის, მაგრამ აი ზოგადად თავიდან რო დაიწყე, ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო? სემესტრულად პირველ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი ალბათ CA იყო, იმიტომ რომ კომპიუტერული არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ არ ვიცოდი რომ კომპიუტერის რამი რა იყო. ერთადერთი ის ვიცოდი რომ ბევრი მჭირდებოდა, მაგრამ რა იყო და რაში ვიყენებდით, ეგენი არ ვიცი. პირველ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი ეგ იყო. მეორე სემესტრში ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი კალკულუსი იყო, იმიტომ რომ მათემატიკის ეგეთი ფუნდამენტალები ყველა ნებისმიერი კომპიუტერული მეცნიერების ადამიანმა უნდა იცოდეს. მესამე სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი ალგორითმები იყო, იმიტომ რომ როდესაც რამე პროგრამას წერ რამე ამოხსნა გინდა, კოდის მხრივ უნდა იცოდე რა გჭირდება და რამდენად ჩქარი გინდა, რამდენი მეხსიერება მექანო, ეგეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ სემესტრში ვსწავლობ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საგანს. სკრიპტინგი, რომელიც web development-ს გასწავლის, მაგით იგებ საიტების აწყობას და რაღაც ეგეთებს.
ვსწავლობ TIS-ის გამოთვლადობას, ძალიან მომწონს ეგ საგანი. რავი, ძალიან ესე ასე რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ჩემთვის მაგ საგანში ვხედავ. ვსწავლობ problem solving-ს, ანუ რაც ალგორითმები ვახსენე, მაგის გაგრძელება არის, რომ ანუ ეს ალგორითმები ყველა ხო არ მაქვს ნასწავლი, ანუ რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენო, როგორ უნდა მივუდგე პრობლემებს და ანუ უფრო ლოგიკურ აზროვნებას გინვითარებ. ვსწავლობ DPT-ის discrete probability theories, რომელიც ანუ ძალიან საინტერესო საგანია, ანუ ალბათობები რაღაცები, რავი, ისეთი ამოცანა გავიგეთ იმ დღეს, რომ საერთოდ პარალელურ ხაზებზეა და იქ პი შემოვიდა და პი ვაფშე არ შუაშია და ეს რაღაცები და ანუ ყველა ძალიან მნიშვნელოვანი საგანია ვსწავლობ, მათემატიკის მაინორზე ძალიან მნიშვნელოვანი საგნები ვისწავლე და ანუ ესეთი რომ რამე კონკრეტულად გამოვყო, მართლა ვერ ვიზავ რა. ანუ ყველას თავისი სჭობს და ძალიან სასიამოვნო ტებინიან ერთმანეთს რა. აჰა. ჩაწერის საწყისში ახსენე რომ ოქროს მედალი აქვს. სკოლაშიც მარტივი იყო სწავლა? მარტივი რა, ანუ მარტივი იყო სკოლაში სწავლა? სკოლაში სწავლა მარტივი იყო, იმიტომ რომ ანუ ძალიან ანუ რუტინულად უმეცადინეობდი ყოველთვის და შესაბამისად კონსისტენსი თუ გქონდა ძალიან მარტივად გადიოდი. ჩემთვის მარტივი იყო სკოლაში სწავლა. რა იყო ჩემი თავი мотиваცია? ჩემ შვილებს რომ შემთი ამაყოთ. აჰა. ახლაც იგივე мотиваცია გაქვს? შეიძლება ითქვას კი. აჰა. რამდენად სტრესულია და ემოციურად დაღმულია ჩემთვის სწავლა? რაღაც მომენტებში არის ხოლმე რომ აი ქვიში თუ რაღაც ქულა დამაკდება ან გამოცდაზე ან შუალ დურში ან ფინალურში ზოგჯერ არის ხოლმე რომ ეხლა რო ვთქვა ეს ოჯახში რამდენად ისეთი იქნება, რამდენად ცუდი გამოხმაურება იქნება, მაგრამ ჩემები პირიქით მეჩხუბებიან მაგაზე, ანუ ოჯახის წევრები რომ ანუ ეგ სისულელე არის. უფრო ჩემ თავს მე თვითონ ვაძლევ მაგის იმას, ვიდრე სხვები. რომ ანუ მაქსიმუმ და ზოგჯერ ანუ რადგან ანუ GPS მაქვს და არა 4 ან 2 თქვა შესაბამისად ქულები ხო დაკლებული მაქვს და ზოგჯერ არის ხოლმე ეგ რომ აი რატო დამაკლდა რაღაც არ ვქენი. ანუ ეგ სტრესი კი ნამდვილად მაქვს. თulis რომ ეგ დამოკიდებულება არ განსახია? კი, თulis ეგ დამოკიდებულება საკმაოდ არ განსახია, იმიტომ რომ ანუ ადამიანი არ უნდა ადეფაინებდეს თავის თავს ქულებით. როგორ მკლავდებით მაგას? ანუ როგორ ცდილობთ რომ ეგ დამოკიდებულება გადავახოთ? ძირთად უფრო ვცდილობ ხოლმე რომ ცუდი ქულა ძალიან არ მეწყინოს და კარგი ქულა ძალიან არ გამიხარდეს. რომ დააბალანსონ ერთმანეთი. კარგი. მე რჩევები გაქვს თუ არა ახლანდელ სტუდენტებთან? აი, როგორ რა ტიპებს შეიძლება მიმართოთ სტუდენტებმა, რომ უფრო გაუმჯობესონ თავიანთი აკადემიკური მასწავლება? რას იყენებ შენ, რაც შეიძლება სხვა არ იცოდეს? როდესაც ანუ როდესაც ლექციაზე მივდივარ ხოლმე ან რაღაცას ვაკეთებ და თუნდაც ანუ ერთ-ერთი სტრესი რაც არის რაღაცის კეთებაში ხო ის არის რომ ვიღაცას სხვას გამოსდის და მე არ გამომდის და ანუ რატო ხდება ასე და რაღაც და მე ანუ აბიტურიენტობისას როდესაც მას რაღაცებს ვფიქრობდი აი ქართულის თემებს ვერ წერდი მაგალითად მიჭირდა წავიკითხე რიჩარდ ბახის მოთხრობა თოლია ჯონათან ლინგსტონზე. და ანუ იქ მთელი ის არის რომ ეს თოლია ანუ ყოველთვის ანუ ეს თოლია რაღაც ეტაპზე ფიქრობს რომ რაღაც ვიღაც მაგის მასწავლებელი არის ძალიან ესეთი მაღალი ფიგურა და რაღაც ძალიან ისეთი და ამ ნოველის ბოლოს თვითონ ხდება ეგეთი ტიპი და თავისი სტუდენტები ფიქრობენ ამაზე. ამ თვითონ თოლიაზე ჯონათანზე და ყოველთვის ეგ მახსენდება ხოლმე რა რომ რაღაც რადგან არ გამომდის იმიტომ არის რომ ეს ამას დრო სჭირდება და შესაბამისი შრომის და კონსისტენსი ჩემი მთავარი ის არის კონსისტენსის შედეგად შენს მიხვალ ამ დონემდე ხო და ყოველთვის ამას ვფიქრობ ხოლმე მე და ჩემი აზრით ვინმე თუ იმის გამო ისტრესება რომ რაღაც არ გამოსდის ეს უბრალოდ იმიტომ რომ საკმარისი დრო არ გასულა რომ შრომამ შედეგი გამოიღოს ჯერჯერობით. აჰა, ძალიან საინტერესოა. წაღენ ახსენეთ რომ სპორტსაც მიყვებით. დიახ. კონკრეტულად? კალბურთი. კალბურთი მოწა? კალბურთი მოწა. ძალიან საინტერესოა. თვით თუ არა რომ სპორტის სწავლაში გეხმარებათ. ანუ თვით თუ არა რომ ჩვეულებრივ სტუდენტს სჭირდება რომ რაიმე მიმართულ სპორტს ან ფიზიკურ აქტივობას მიყვამოდეს რომ თავისი აკადემიკური მასწავლება გაუმჯობესოს. მაგას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ზოგს საერთოდ არ აინტერესებს სპორტი და საერთოდ არ უნდა. მე მოყვარულის დონეზე ვთამაშობ სპორტს, იმიტომ რომ
ხალხთან კომუნიკაციასაც იწვევს ეგ სპორტი და თან ძალიან სახალისოა, როდესაც დარბი ხარ და უბრალოდ ერთობი და რაღაც ისეთს არ აკეთებ, რაც შენს მომავალს განაპირობებს. არ ვიტყოდი რომ სწავლაში დაგეხმარება, მაგრამ განტვირთვაში ნამდვილად. მნიშვნელოვანია განტვირთვა სწავლისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად კი დაიხმარება. მაინტერესებს რასაკეთებ თავისუფალ დროს. თავისუფალ დროს ზოგჯერ ძირითადად უფრო რაიმე საინტერესო ფილმებს ან სერიალებს ვუყურებ ჩემს რუმეითთან ერთად. რაიმე სპეციფიკურ ჟანრს თუ ძალიან მომწონს სპეციფიკური ჟანრი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მომწონს ისეთი ფილმები, ასე რომ ვთქვათ, ან სერიალები, რომ ბოლოს პირს დაგაღებინებენ. ახლა ცოტა მინდა რომ ეს ჩვენი თემატიკა გადავწიოთ ხელოვნური ინტელექტისკენ. რამდენად აქტიურად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს? საკმაოდ ხშირად. რას გულისხმობთ? როდესაც რაღაცა მჭირდება, ან რაღაცის გაგება მინდა, ჩემი პირველი ინსტინქტი აღარ არის უკვე YouTube-ში მოძებნა, ეგრევე ChatGPT გოჯით მიზის ხოლმე და ვეკითხები რაშიც დახმარება მჭირდება. შენი ასეთ ხელოვნური ინტელექტი ართულებს სწავლას? ჩემი აზრით ხელოვნური ინტელექტის სწავლას არ ართულებს. იმიტომ რომ შეგიძლია ეხლა უკვე შესაძლებელია რომ უფრო რთული დავალებები მოგეცეს, რადგან ხელოვნური ინტელექტი გეხმარება რაღაც მარტივების გაკეთებაში და უფრო კომპლექსურ რაღაცებს შეეჭიდო. როგორ დამოკიდებულება გაქვს, რა ვიცი, სტუდენტებთან, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, თუნდაც საშინაო დარბაზს წერად. ან რა ვიცი, გამოცდების დასაწერად, ისეთი დავალებებისთვის, რომელიც ფაქტია, მაგათ გასაკეთებლად არის გათვლილი. რა შესაკეთებ თუ არა მაგას? როდესაც რაღაცას ვერ იგებ, შეგიძლია დახმარება კითხო ხელოვნურ ინტელექტს. მე მაგალითად რაღაცას თუ ვერ ვაკეთებ ხოლმე, ვერ ხვდები, ზოგჯერ ვწერ რომ უბრალოდ პირობა ამიხსენი და პასუხი არ მითხრა. თუ მაინც ვერ ვაკეთებ, ჰინთი მომეცი და ესე მიდივარ და თუ მართლა ძალიან გამიჭირდა და რავი, შეუძლებელია ჩემთვის ამის გაკეთება, ვთხოვ რომ ამიხსნას და ძალიან დეტალებში გავიგო და ესე რომ რაღაც დავალება მაქვს დასწერი და ეგრევე გავუგზავნო და დამიწერე პროსტა და გადავწერ და არაფერი არ ვიცოდე, მასე საკმაოდ არ ვეხრობ, იმიტომ რომ მასე გამოდის რომ არაფერს არ აკეთებ ძირითადად. კი გადაწერისას რაღაცას სწავლობ, მაგრამ დავალებები ხომ იმისთვის არის რომ მე საგანი უკეთესად გაიგო. და ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი შეგიძლია დაიხმარო, იმიტომ რომ ერთ-ერთი study tool არის და უნდა დაიხმარო რომ უკეთესად უფრო შეძლო. მაგრამ ისე რომ, რავი, ხელოვნურმა ინტელექტმა დათული სამსახური გაგიწიოს, მასე არ უნდა იყოს. ხო, მაგ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს, შენი აზრით, საქართველოს განათლების სისტემა, თუნდაც უმაღლესი განათლების სისტემა, მზად არის თუ არა რომ AI-ს გაუმკლდეს. გულისხმობ იმას, რომ პლაგიატის პოვნა, ან რაიმე მეთოდის დანერგვა, რომელიც ხელს შეუქმნის იმას, რომ ბავშვებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ და ცოდნა მართლა თვითონ მიიღონ. მაგაზე არ მიფიქრე რომ მოვიტყო. შეიძლება. ხო გვაქვს AI დეტექტორები, შეგვიძლია მაგათი გამოყენება, მაგრამ რამდენი მუშაობენ ეგ არ ვიცი. ხო, საკმაოდ ცნობილია რომ არაერთხელ არასწორად გავპლაგიატებიათ ადამიანი, რომელსაც თლიან თავისი ნამუშევარი გავგზავნია. ეგ არ არის სანდომიტყობა. თვლი რომ ახლა რასაც გასწავლიან, ეგ ზედმეტად მოძებნებულია იმისთვის, რომ რა ვიცი. მე ნახი მაქვს სხვადასხვის რაღაცაც მაგ ხელოვნურ ინტელექტზე იყო პრობლემა. და ადამიანები მთლიანად ვიდეოს ჩანაწერს აკეთებდნენ, როგორც წერდნენ დავალებას და ისე უგზავნიდნენ პროფესორებს, რომ ხელოვნური ინტელექტი არ დაედეტექტებინათ და არ ვიცი რა ვიცი, სკოლებში შესაძლებელი იქნება, თუნდაც ტესტები ხო გქონდა სკოლებში, საკონტროლო წერები. და მაგების წერისას ხო აშკარად ჩანს მოსწავლის რავი. ხო, მაგრამ მე რაღაცაირია ჩემთვის ეგ. მაგალითად არ თვლი რომ განათლება ისე ვითარდება, რომ პირიქით სისტემა უნდა შევცვალოთ და არა კი სისტემა უნდა მოერგოს ხელოვნურ ინტელექტს, ჩემი აზრით უნდა მოერგოს. იმიტომ რომ ეს წინ მიიწევს, VO3 თუ ნახეთ ფილმებს რომ აკეთებს თვითონ. ძალიან ძლიერი არის და ნელა უნდა ყველაფერი უნდა მოერგოს, თუნდაც რავი, მასწავლებლები, რეჟისორები, რავი, ყველა. შენი აზრით რა მხრივ შეიძლება დაიარგოს ეს კავშირი?
რა მხრივ გულისხმობთ? მას გულისხმობდა, აი, როგორ გინდა რომ სწავლა შეიცვალოს, თუნდაც AI-ის კუთხით. ჩვენ საკმაოდ კარგად გვაქვს სწავლა მაგ მხრივ. ანუ ჩვენი კურსი არ არის ისეთი მარტივი, რომ თლიანად ChatGPT-მ დაგიწეროს. ანუ ხო, მაგრამ მაგალითად ტისის სწავლებას ჩემთან ვერ წერს ChatGPT, ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე გულისხმობ იმას, რომ აი ისეთ პრიმიტიული რაღაცების სწავლა, როგორც სიტყვაზე hello world-ის გამოტანა, შეიძლება საჭირო აღარ იყოს, როცა ჩვეულებრივ ერთი ბრძანებით შევძლიან ChatGPT-ს ასაკეთება. ამაზე ძალიან, ანუ როგორც კომპიუტერ მეცნიერების სტუდენტს თავიდან მეც ეგი მქონდა, რომ რადგან ხელოვნური ინტელექტი არსებობს, რა აზრი აქვს საერთოდ ჩემ კურსის სწავლას და ანუ ყველაფერს ის გააკეთებს, მაგრამ კოდს წერს. ხელოვნური ინტელექტი კოდს წერს, თან ძალიან კარგად წერს. მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ აკეთებს, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ანუ ვერ ანაცვლებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ჰაკათონზე თუნდაც შეგიძლია ბევრ რაღაც კითხო, მაგრამ ბევრ რაღაც დააწერინო შენ პროექტის, მაგრამ უნდა იცოდე რა უნდა კითხო, უნდა იცოდე რა უნდა გააკეთებინო, რა გჭირდება. ეს რაღაცები ადამიანმა უნდა მოიფიქროს და ანუ ხელოვნური ინტელექტი თლად ვერ ჩაანაცვლებს ამას. ხო, მაგრამ აი ვიდეო კონტენტი ახსენე, რომელსაც AI ქმნის. რამდენიმე თვით ეს არ შეიძლება. ან მაგ ფუნქციამდე თქვენ ხელი არ მოგეწებოდა. რამდენიმე თვით Google ეს VO3 ხო Google-ის არის. როგორც ვიცი და Google-ის ანუ ყოველწლიური annual ისინი აქვთ. პოდკასტები თვითონ ბოლოს და ეგეთი რაღაცები, რომ თვითონ CEO გამოდის და ახალ ტექნოლოგიებს გვაცნობს. და მან ახსენა, რომ ძალიან დიდი ხანია მუშაობენ ამ რაღაცაზე VO7 აქვთ გამოშვებული. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გულისხმობ იმას, რომ ცვლილებები ყოველთვე ინერგება პრაქტიკულად. ცვლილებები ყოველთვე, ანუ ახლა ერთი ბრძანებით შეგიძლია AI-ის მოსთხოვა, რომ ვებსაიტი შექმნას და შეძლებს. ნუ კარგად ვერ შეძლებს, მაგრამ ძალიან პატარა ვებსაიტი შეძლებს ეს. თუნდაც Facebook-ი რის გამოწრავი გამოიგონთ React-ი რამხელა რაღაც არის, ამას ხელოვნური ინტელექტი ვერ დაგიწერს, ამას წლებით ადამიანის შრომა სჭირდება და რავი, ადამიანის წარმოდგენა. ანუ ჩემი აზრით ჩვენ ძალიან underestimate-ებთ ადამიანებს. ანუ მე მაგალითად Hello World-ის გამოტანით დავიწყე ყველაფერი და ძალიან ბევრი ფუნდამენტური რაღაცები ვისწავლე, რომ გამეგო და ანუ ეს თუ არ იცის ადამიანმა ხო, მარტო ხელოვნური ინტელექტით ვერ გაკაჩავს. აჰა. ნუ ეს საინტერესო შეშეგონები, რა თქმა უნდა. მაინტერესებს შენი ასეთ როგორ უნდა იყოს იდეალური სტუდენტი. და რამდენად ხარ შენ ეგ ადამიანი? მე იდეალური სტუდენტი არ ვარ. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც უფრო მაღალ ქულებზეა, უფრო მეტ ჰობის მისდევს და უფრო ანუ რავი, უკეთესად არის ზუსტად იმ პირობებში, რაც მე ვარ. უბრალოდ ანუ არ უნდა, ანუ იდეალური ძალიან ისეთი სიტყვა. ანუ რა გულისხმობთ იდეალურში? აი არ ვიცი, როგორი არის ჩემთვის მისაბელ სტუდენტი. ანუ საკუთარი თავით ყოფილი ხარ? საკუთარი თავით ყოფილი ვინ არის? ყველა თulis რომ ანუ უკეთეს შეუძლია იყოს. როგორც ილია ჭავჭავაძე თქვა, ყოფილება სენია კაცი. ჩემი აზრით სტუდენტი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს. მაგრამ ანუ ამას ძალიან არ უნდა ჩააციკლდეს, ანუ ზოგჯერ შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე, უკან მოიხედო და დაინახო რა მხოლოდ პროგრესი გაქვს და მაგით დაგაყოფილდე. ანუ მე ყოველთვის იმას ვიძახი, რომ აი ეხლა აი ამ მომენტზე რო ვარ, ხომ? აქ დგომა ოდესღაც ჩემს წარსულ თავს ძალიან უნდოდა რა. და ამიტომ აი ესე მიტრიალდები და ასე რომ ვთქვათ, ხელს ჩავურტყავ შენ პატარა თავს, რომ აი ხა დღეს მე აი კიუში ვსწავლობ და შენ მეორე კურსზე ვარ. ხო და ეგ რაღაც უნდა ქნა. ანუ ჩემი აზრით იდეალური სტუდენტი უნდა იცოდოს, რომ განვითარდეს არა მარტო სწავლის მხრიდან, რომელიც საკუთარი თავის განავითაროს. მე ჯანსაღი ცხოვრებაც რო ჰქონდეს, კარგი გარემოც, ჩემი აზრით სტრესს ძალიან ბევრს ნიშნავს და უბრალოდ უნდა დააბალანსო რა შენი ცხოვრება, შენი სწავლა, ანუ ყველაფერი მარტო სწავლა არ არის. ანუ ცხოვრება ბევრად მეტი არის და უნდა რავი, ეცადო რომ რაღაც ბევრი რაღაც შეიგრძნო. ანუ კომფორტული უნდა იყო, მაგრამ კომფორტის ზონა ძალიან ხშირად უნდა დატოვო. ძალიან საინტერესოა. ახლა ძალიან სხვა კითხვა და შენი აზრით არსებობენ თუ არა ნიჭიერი და უნიჭო ადამიანები? დიახ, ჩემი აზრით არსებობენ ნიჭიერი და უნიჭო ადამიანები. თუ თვლი რომ აი ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული შრომაზე.
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ნიჭიერ დაუნჭო ადამიანები არსებობენ, ანუ მინახავს ადამიანი, როდესაც მე რაღაცას საათებით ვუზივარ და მოვა და 5 წუთში იგებს საკითხვისას და ძალიან მაგისტრიაში შეხარ ნიჭიერ. ძალიან ანუ ხშირად დამბადები, ანუ ყოფილვარ, ანუ ისეთი რაღაც არის რა. მე თვითონაც ხო გრძნები, აი მაგალითად როგორც წეგავ თქვი ადრე რამდენიმე ხნის წინ, რომ ქართულის თემას საერთოდ ვერ წერდი, ანუ ქართულის მასწავლებელი, როდესაც კითხულობდით დიდოსტაც საფლავის ქვაზე იყო ლაპარაკი და იმდენი კითხვა დაუსვი, ბოლოს მითხრა ბარემ ისიც ვკითხე რა კუთხით და საფლავის ქვაო და ანუ ყოველთვის მეუბნებოდა რომ ანუ მათემატიკას ესე ძალიან მოგწონს ამდენ რაღაცას აკეთებ ესეთ ქულებს იღებ და ანუ ერთი თემის დაწერა რა გახდაო რა. ეგ გენეტიკურია? შეიძლება გენეტიკური იყოს, მასეთი დეტალები მართლა ვიცი არ ვარ მასე ძალიან ჩაღრმავებული. იმიტომ რომ მე ყოველთვის იმას ვარ რომ ნიჭს შრომა ყოველთვის აჯობებს და შრომას ობსესია ყოველთვის აჯობებს. კარგი. ხელოვნებასთან დამოკიდებულება აქვს. აი ძალიან ტექნიკურ სფეროში ხარ, ძალიან ტექნიკური ადამიანი ჩახარ და აი ჰუმანიტარულ საგნებთან ასაკად სხვა ფილოსოფიასთან, ხელოვნებასთან როგორ ხარ? ჩემთვის ძალიან დაუბრუნველია ფილოსოფია. მაგრამ ეს ამ სემესტრში რადგან ესეთ საგანთან წისისთან მაქვს შეხება, ცოტა დამაინტერესა, მაგრამ ანუ ესე რომ ვთქვათ, ვიგებ თქო ძალიან ისეთი ხვალღანი მეთქონა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაგება მიჭირს. და ხელოვნება ძალიან მომწონს. ნუ ამაზე ალბათ ჩემი გარემოთვაც მოქმედებს, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ანუ ჩემი უკეთ მეგობარი ძალიან ანუ ასე რომ ვთქვათ, გარკვეულია მაგ საკითხში, ძალიან აინტერესებს და ძალიან ბევრი რაღაცას ვეცნობი ყოველდღიურად, მაგრამ იმ დღეს შემხვდა ვიდეო, ეს მნიშვნელოვანია, მათემატიკური ფორმულებით არის შექმნილი ხელოვნების ნახატები, ანუ ის კი არა, ანუ გადმოხატული არის თავისით შექმნილი და აი კოსმოსის რაღაც სურათები და ისინი და ანუ მათემატიკის ფორმულები კატასტროფაა, რომ შეიძლება ისეთი რაღაცები წერო, მაგრამ ანუ ძალიან მაგარი არის, რომ ანუ მათემატიკას შეუძლია გააკეთოს. ძალიან ახლოს არის მათემატიკა და ხელოვნება ერთმანეთთან, იმიტომ რომ ამის ძალიან ცოცხალი მაგალითი ყავს პატრონი ერკე ჯაფარიძე, რომელიც ყველაფერსთან ასოცირდება ჩემთვის. ძალიან ცნობილი ნათქვამია, შეიძლება რა თქმა უნდა იცის, სწავლა სიბერამდეო. სიბერამდე აპირებს სწავლას? კი, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით მოპირებს სიბერამდე სწავლას, იმიტომ რომ ანუ ძალიან მომწონს რომ ახალ რაღაცას ვიგებ და ახალ რაღაცაში ვერ ვგოვი. ნუ ესეთ ხო ნათქვამია რომ რაც უფრო მეტ რაღაცას ვიღებ, მით უფრო ხვდები რომ არაფერი არ ვიციო, მაგრამ ანუ ეგ მართლა მასე არის. მაგრამ ანუ რა მომწონს ბევრ რაღაცას რომ ვიგებ რა. ანუ ძალიან შემონებს და სამდე შეძლებ ყველანაირ დღესები რომ უფრო მეტი რაღაც ახალი გავიგე. მომავალში რეგულები გაქვს? მომავალში ჩემ თავად გიგმარებს რომ ახლა გამოცდილება შევიძინო, იმიტომ რომ სწავლა გამოცდილების გარშე დიახ არ გვადგება ძალიან. და ანუ ვეძებ ადგილებს, სადაც ჩემი ცოდნა საჭირო იქნება. და ანუ რაღაც ცვლილება, ანუ რაღაცის გაკეთება მინდა, რაღაცის მიღწევა, რომ ანუ რაღაც ვიყო რა, ვიღაც ვიყო. მაგისტრატურას აპირებ? მაგისტრატურა მინდა ძალიან კი GPA, იმიტომ სამომთხილდე ასე რომ ვთქვა. ძალიან კარგი. შენი აზრით ქულები რამდენად ზომავს ადამიანს? აი მაგალითად თუ იცი რომ სიტყვაზე ადამიანს შესაძლებლად ნაკლები GPA აქვს, ეს რაიმე წინასწარ წარმოადგენას თქვის? არანაირს, იმიტომ რომ ანუ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ასე რომ ვთქვათ, ანუ ქულები ჩვენ არ გვადეფაინებს რა. ქულები შეიძლება იმ მხრივ გაზომვა, რომ რამდენად აინტერესებს ამ ადამიანს ქულები. შეიძლება GPA იმის მნიშვნელობა, აი ვიღაცას თუ დაინახავ რომ კი უშო 4-დან 0 GPA გაქვს, იცი რომ ანუ თავიდან ტვინგად მოსდის და მართლა ძალიან მაგარია. მაგრამ ვიღაცას თუ დაინახავ რომ 3-ზე დაბალი აქვს, არ იფიქრებ რომ ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებს. შეიძლება თქვა რომ რავი, შეიძლება ის ძალიან არ აინტერესებს უნივერსიტეტი რაღაცას აკეთებს, ანუ აშკარად აქ და არ გააგდეს. მაგრამ ანუ შეიძლება ბევრი რაღაცის დაკავებული. შეიძლება მართლა არაფერს არ აკეთებს და უბრალოდ ასე რომ ვთქვათ, საჭკაობს. მაგრამ ანუ რავი, ნაცნობი მყავს, რომელიც GPA-ით ესე არ მოგხიბლავს, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ თავისი კლავიატურა აქვს დაწყობილი ადამიანს და ანუ ყველასაგან ძალიან კარგად იცის. უბრალოდ თავის ქულებით არ ზომავს. და ეგ განაინტერესებს. შენ ისეთ გარემო რამდენად დაწყობს ხელს ადამიანის სწავლაში? აი მაგალითად გვარცხობდეს რომ შენ ამ წუთას ყველა შესაძლებლობა გაქვს, რომელსაც ისურვებდი? მე ამ წუთას ყველა შესაძლებლობა მაქვს, რომელსაც ვისურვებდი. იმ ხრივ რომ შემიძლია რამეს თუ ვერ გავიგებ, ჩემ ასისტენტს ვთხოვო რომ უბრალოდ ჩამოვიდეს და დამეხმაროს. მაგრამ უკეთესი რაღაცები შეიძლება რა. უკეთესი რესურსები ვთქვათ.
ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ჩვენი პოდკასტი დასასრულს მიახლოვდა. ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრე. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაჯექი რამდენი მოლაპარაკე და იმედია ჩვენს მშობლებს გამოადგევათ ეს ინფორმაცია. მადლობა და ნახვამდის. მადლობა თქვენ.